2007 წლის 7 ნოემბრიდან 3 წლის შემდეგ და შეკრებისთვის სიმბოლურად შერჩეული პარლამენტის შენობა არასამთავრობოებისა და პოლიტიკოსების ნაწილი მშვიდობიანი აქციისთვის ემზადება. მორიგი პროტესტი რეზინის ტყვიებისა და ხელკეტების პოლიტიკის წინააღმდეგ და დღე, რომელიც ბევრი ადამიანისთვის დემოკრატიის დასასრულად იქცა. ვინც სადგეგმავს წარსული დარბევის გახსენებას, ანა ბროლაძე ამბობთ. პარლამენტის შენობის წინ რუსთაველის გამზირი რამდენიმე დღეში შეკრების ადგილად იქცევა. არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების ნაწილი 7 ნოემბრისთვის ემზადება. 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევიდან 3 წელი გავიდა. მშვიდობიანი პროტესტი ხელისუფლების არადემოკრატიულ გადაწყვეტილებას პარლამენტთან მისული ადამიანები მართულ გუნდს წარსულს კიდევ ერთხელ შეახსენებენ. აქციის ორგანიზატორები არასამთავრობოები არიან. საყოველთაო პროტესტის გამოხატვა, უფლებადამცველების და საზოგადოების აქტიურობა 7 ნოემბრის შეხსენებით ხელისუფლებისთვის ეს მიგვაჩნია სამოქალაქო ვალდებულებად. გამომცვლელები საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები მოახდენენ მორალურ შეფასებას 7 ნოემბრისას და პირდაპირ იქვე რუსთაველზე დაიწყება ღირსების წიგნის წერა 2010 წლის 7 ნოემბერს ვის შერჩა ღირსება და ვის აქვს საშუალება რომ ფიზიკურად იქ იყოს ამ წიგნში რა თქმა უნდა იქნება მინიშნებული რომ ვინც მოახერხა 7 ნოემბერს მოსვლა. ჩვენ გვახსოვს 7 ნოემბერი. არასამთავრობოების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას პოლიტიკოსების ნაწილით შეუერთდება. მათი უმეტესობა პროცესების უშუალო მონაწილე იყო. ხელისუფლების ოცნების დასასრული დემოკრატიაზე. ასე უწოდებს ყოფილი სახალხო დამცველი სოზარ სუბარი იმ დღეს, როდესაც სამართალდამცველებმა ომბუდსმენიც კი სცემეს. დარბევაში არ მოყოლილა და მოვლენებსაც პარლამენტის თავმჯდომარის სტატუსით აფასებდა. მაგრამ ნინო ბურჯანაძის პარტიაში დღეს ამბობენ, რომ ექსპიკერის გუნდი იქნება იქ, სადაც 7 ნოემბერს უკვე ერთად დაგმობენ. ჩვენი პარტია 7 ნოემბერს რა თქმა უნდა მიიჩნევს როგორც ხელისუფლების ერთ დიდ დანაშაულს და იმ აქციას რომელიც არის დაგეგმილი შეუერთდებით. პირადად ჩემთვის როგორც ენთვის მონაწილისთვის ეს არის ქართული საზოგადოების სიძლიერისა და ძალადობის ბასთან შეურიგებლობის ბრძოლის დღე. ამიტომაც ბუნებრივია რომ ჩვენ როგორც მაშინ ვიყავით იქ სადაც ამ პარტიის ლიდერები სადაც ხალხი იყო დღესაც შვიდშიც ვიქნებით იქ სადაც ხალხია და აქციას რომელსაც აწყობენ არასამთავრობოები შეუერთდებით. კარგია როცა არასამთავრობო სექტორი აქტიურდება ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით და სხვა უფლებების დაცვის თვალსაზრისით. შეურაცხყოფა მიაყენა სამთოს ქართველ ერს და მიაყენა ეს ამ ხელისუფლებამ მიაყენა იმიტომ რომ მას მიაჩნია რომ ქართველი ერი მისი უფროსი კი არ არის პირიქით არის ისინი არიან ხალხის უფროსები და როცა დაჭირდებათ მაშინ ტელევიზია უნდა დაამხონ თავზე და დუბინკებით დასხონ თავში. საკუთარ თავზე გამოსცადა რეზინის ტყვიებისა და ხელკეტების სიმწარე. თუმცა 7 ნოემბერს ის და მისი თანაგუნდელები პარლამენტთან დაგეგმილ აქციაში მონაწილეობას არ მიიღებენ. ახალ მემარჯვენეებს საკუთარი გეგმები აქვთ. მხარდამჭერებთან შესახვედრად თელავში მიდიან. გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია არც ლეიბორისტულ პარტიას. ამბობენ, რომ ისეთ მნიშვნელოვან თარიღზე, როგორც 7 ნოემბერია, პარტიის პოზიციას ამ რამდენიმე დღეში აუცილებლად გაახმაურებენ. საკუთარი ტრადიციით შეხვდება 7 ნოემბერს ყოფილი ჟურნალისტების პარტიაც. ჩვენ ვართ ყოფილი ტელეიმედიელები და ჩვენ ვფიქრობთ, რომ იმ დროს, როცა მოხდა შეჭრა ტელეიმედში, ეს დაგლდა 9:15 წუთი 7 ნოემბერს ჩვენ ვიკრიბებით ხოლმე იმედთან და მე მგონი, რომ ეს ტრადიცია ამ თქვა 7 ნოემბერს შენარჩუნდება. ჩვენ არ ვთვლით, რომ თქვა 7 ნოემბრის და მსგავსი თარიღების გათვალისწინებით უნდა დაიგეგმოს პოლიტიკური პროცესები. ეს უნდა იყოს საზოგადოების მხრიდან, რა თქმა უნდა პოლიტიკური პარტიების მხრიდანაც შეხსენება საზოგადოებისთვის, მაგრამ არასწორი იქნება თუ ჩვენ ყოველი წლის 7 ნოემბერს ან 9 აპრილს რაღაცნაირად დავაკავშირებთ და ასოციაციურად გამოვიწვევთ იმას, რომ ეს იქნება საყოველთაო სახალხო პროტესტის დღე. ჩვენი პარტიის პოლიტიკურ კომიტეტი დასჯება იმჟელებს და შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ. ლეიბორისტული პარტია უშუალოდ იყო ამ პროცესების მონაწილე და უშუალოდ კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ ჩვენი პარტიის ძირითადი ბირთვი აი როგორც პირველი, ასევე მეორე დარბევის დროს რუსთაველის გამზირზეც იმყოფებოდა, ისევე როგორც რიყეზე. 2007 წლის 7 ნოემბერს პროცესები გამთენიისას დაიწყო. დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების ფორმებში გადაცმულმა სამართალდამცველებმა პარლამენტის წინ გაშლილ კარვებში მოსჭიმშილე პროტესტანტები ძალის გამოყენებით დაშალეს. მოსჭიმშილეთა დარბევის შემდეგ პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია განახლდა. აქციის მონაწილეები გზის გადაკეტვას ცდილობდნენ, რის გამოც მომიტინგეებსა და საპატრულო პოლიციას შორის კონფლიქტი მოხდა. ინციდენტის შედეგად რამდენიმე მომიტინგე დააპატიმრეს. ხელისუფლებამ ხალხის დასაშლელად ცრემსადენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. ხუთავი და ცრემსადენი გაზი რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებში გაუშვეს. მოგვიანებით ოპოზიციამ დარბეულ მომიტინგეებსა და მოქალაქეებს რიყეზე შეკრებისკენ მოუწოდა, სადაც მრავალსაათიანი მიტინგი გაიმართა.
სპეცრაზმელებმა ხალხი რიყეზეც დაარბიეს. საღამოს 8 საათზე სპეცრაზმელები ტელეკომპანია იმეჯში შეიჭრნენ. ტელეკომპანიასთან შეკრებილი პროტესტანტები სპეცრაზმა რეზინის ხელკეტებით, რეზინის ტყვიებითა და ცრემსადენი გაზით დაშალა. დაშავებულთა შორის სხვებთან ერთად იმედის ჟურნალისტებიც აღმოჩნდნენ. მაუწყებლობა შეწყვეტა ტელეკომპანია კავკასიამაც. პრეზიდენტ სააკაშვილის გადაწყვეტილებით ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.